საქართველოს მასშტაბით 100 მეტ საჯარო სკოლაში მედია პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი მიმდინარეობს. პროექტის მიზანი მომავალ თაობაში ისტორიული მეხსიერების გაძლიერება და აფხაზეთის მნიშვნელობის გაცნობიერება. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია 5000-მდე მოსწავლისათვის სპეციალურად ადაპტირებული ვიდეო მასალის ჩვენება. გაკვეთილი აფხაზეთი დღეს ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომავალი თაობისთვის აფხაზეთის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ ცოდნის მიწოდება, მომავალი თაობის ინფორმირებულობა მათი როლის შესახებ და შესაბამისად ვფიქრობ, ეს გაკვეთილები ამას მაქსიმალურად უწყობს ხელს. პროექტი გაგრძელდება და დეკემბერში დასრულდება მულტიმედია კონკურსით. ჩვენ გამოვავლენთ გამარჯვებულ 10 სკოლას და დავაჯილდოვებთ მოსწავლეებს, რომლებიც შექმნიან განსაკუთრებულ პროექტებს აფხაზეთის შესახებ. მინდა გულწრფელად გამოხატო ჩემი დამოკიდებულება და ემოცია, რომ ეს ნამდვილად მსგავსი გაკვეთილები აღსანიშნავია და საჭიროა, რათა ახალმა თაობამ იცოდეს მათი ქვეყნის, მათი ქალაქების კულტურა, ისტორია და ეს არის სამაგალითო ესეთი გაკვეთილები და ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი სკოლა არის აფხაზეთის ნომერ 2 საჯარო სკოლა.